დროთა ბრუნვის გამო ისტორიის კათედრა გაუქმდა და დარჩა მხოლოდ თეატრი, სადაც ისტორიამ თავი შეაფარა. მიხეილ ჯავახიშვილი 1927 წლის 14 აგვისტო ქვიშეთის წერალთა დასასვენებელი სახლი. Mama, połowę się nie zajmujesz. Pero sí. Jaki tu naraklinka wynika? Zawitajcie. Ujania. Mama.
ჩაიცვი. მამა. 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 რა ხდება? რა ვავი? კეთო. მამა. ჩაიცვი კაცი. ვიცი თქვენი ამბავი. ვიცი. ხომ გეუბნებოდი რაფერს გაპატიებს მეთქი. შემასით შევდარდა კოპიკა. თუ შეიძლება, ლოგინს მაინც გავაკეთე. არ დაშირდება. უბა. გამჩერებლები აღარა. მაქს შებრალდები თბილისში. გასაღებს დაგიხო. თქვენი სიტყვა და გულისხმიერება არასოდეს არ დამოწია.
პარტიიდან გამოვედი 4 მიზეზის გამო. პირველი, პარტიამ ეთნოგრაფიული პრინციპით მიიღო ქვეყნის საზღვრები. ანუ რამოდენიმე მაზრა სომხებს დაუდგა. მეორე, სოციალიზმი არ მწავს. მესამე, პარტიაში მრავალი ანარქისტი შემოუშვეს და მეოთხე, ილია ჭავჭავაძის მკვლელს სოციალ-დემოკრატიას პასუხისმგებლობა მოხსნეს. ნასამართლები თუება. გაზეთ გლეხის რედაქტორობისთვის 1 წელი ციხის პატიმარები ყავთ, ხოლო 5 წელი რუსეთში გაქვთ გადასახადები. საზღვარგან 6-დან 10 წლად. და წლებშია აკო. როგორ არა? ილია ჭავჭავაძის მეორის წინააღმდეგ ჩამოვიდა. შემდგომ შემდგომ და იმასაც მოგახსენებთ, რომ ის საბედისწერო ხანი სამურაბოში გამართა. შვიდში. ვა? ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გამოცდა გამართვის. რა იყო ადმინისტრაციის საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა ეხლა პარტიის ყველა წევრს დახვედა მიუსაჯეს. მათ შორის მეც. მაგრამ მოხდა ისე, რომ მწერალთა დელეგაცია ეახლა ვაშინგტონის სამხარეო კომიტეტის პირველ დილას სერგო ორჯონიკიძეს და ჩემი განთავისუფლებას თხოვს. Сергей Константинович. Вот. Карта выступлет, чего выживели? Интегровали,
ვერის დაღმართი ნომერი 21. სტალინის სურათი არ კიდია. ხოლო შენთვის შენზე შენგან შენთან შენი საინტერესოა ლუპა წიგნები რომ ეტანილი თაბისმეტში. რეკვის შემდეგ არ წავიღე 4000 მანეთი, შრომის წითელი დროშის ორდენი, პატარა რევოლვერი. რევოლვერი? და რევოლვერი. მეზობლები მოიყვანა. რევოლვერი. შემოვიდნენ. მოდით. მოდით. მოაწერეთ ხელი. მანგარა. აია. Friends. Მადლობთ. შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს ნივთები რატომ ჩაწერეთ? უკაცრავად. შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს ნივთები რატომ ჩაწერეთ? უკაცრავად. ნივთები ანტიკვარული იშვიათობა და ჩვენ მათ საზღვარ გარეთ ვაგზავნ. წიგნების დავალაზე არავითარი ნივთი დააქვს. ჩვენ დავალებული გვაქვს ნივთების წაღება. ავესაც წავიღებ და ოთახებს გავათავისუფლეთ. ეს ბინა სხვას გადაეცა. რადიანებს,
მაგრამ ჩვენ რა ვქნა? მან ხელს არ გახდით. ერთოთახს გიტოვებენ. რადიან იმას ყვეს, ესეც გვეყოფაო. მიხარე! ახლა მდის. სამყაროში არაფერია ულამაზესი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა, ადამიანში სულისა. მადლობთ. სამყაროში არაფერია ულამაზესი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა, ადამიანში სულისა. სამყაროში არაფერია ულამაზესი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა, ადამიანში სულისა.
მოიყვანე. ჯავახიშვილო, ფეხი გადამოაგი, რას მოსეი. ჩვენ ყველაფერი ვიცით. კიდევ ერთხელ გეკითხეთ. აღიარეთ თუ არა დანაშაული. ჯავახიშვილო მიხე საბასძე კომისი ბრალდებდა აქტიური კონტრრევოლუციური მუშაობა კიდევ ერთხელ გეკითხები ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ საკეთებულ ბრალდებაში მეორე არავითარ კონტრრევოლუციურ მუშაობას არ ვეცი ჯავახიშვილო ზოგიერთ პირთან საუბრისას ჩემს მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები კონტრრევოლუციური ხასიათის გახდა, დიახ. შენი ცალკეული კონტრრევოლუციური განმარტებები კი არ გვაინტერესებს. არამედ არა ლეგალურ ორგანიზაციაში შენი კონტრრევოლუციური მუშაობა. არსებითად მეპასუხე. მეორე ჩემთვის უცნობია ასეთი ორგანიზაციის არსებობა. და არავითარ კონტრრევოლუციურ მუშაობას არ ვეცე. პირდაპირ მეპასუხე, ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ საკეთებულ ბრალდებაში. აღიარა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა წამებით ამოწყვის სულს. მოვიგონო ორგანიზაცია ისეთი ფაშისტური წერალიკაც თუ კიდე წერილობით აღიარე დამაშავე. წერაკი გეხერხე. ჯობია განცხადება. ბერიას სახელზე დაწერა. ჩემი მეუღლე თქვენს ასენა მარადოს მიკითხავს გამის 3 საათს. ასე 30-40 გვერდს მაინც. მე ძალიან მომწონს რომანი და წინს რომ ასე იქცევით. ვესტურეთ ერთხელ. ერთხელ მაინც მით. ხედავ როგორ უნდა შენი სტუმრობა. ცოტა დაუახლოვდი. თორემ ხომ იცი რაღაც მე შენი არამე არ გავუს. უკნავ მაგათ კუნდროქს ვერ უკმე. იხე უკთხო? ფაშისტი. თახმოების პირველი მიზეზი ბერიას განკარგულება გახდა. დაინგრიათ ლეტეხის პლატოზე არსებული ეკლესია. წერალთა დელეგაციის მცირე ნაწილმა გადავწყვიტეს გადაგვერჩინა ეს ისტორიული ძეგლი. დიახ, კარგად მესმოდა, რომ ეს თავგანწირვა იყო, მაგრამ
პოლიტიკას განყოფილების განხილვაც. ეკლესიაზე თქვენი განკარგულება. მწერალთა დელეგაცია გიახმათ. ერთ-ერთი წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების იშვიათ ნიმუშს. ავტორი წმინდა შუშანიკის სახელთან არის დაკავშირებული. ჩვენი აზრი ასეთია. აზრის ხელისხლება ყოველდღე დაუშვებელია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მეტეხის ეკლესიას კი არ დაანგრევთ, არამედ ოქროს სახურავს ქვეშ მოაცემთ. ჩემთან ცალკე რატომ არ მოხვედით? ასე დელეგაციის სახით არ უნდა მოსულიყო. თავისუფლება.
შემდეგი მიზეზი ჩემს რონა ქალის თვირთის გამოცემასთან. ბატონო მიხეილ. ბატონო მიხეილ. აი ახლაც ქალის თვირთზე მუშაობის დროს ჩემთან რატომ არ მოხდა? ჩემი აზრით დავიგოთ. ზოგი რამ გაგეთვალისწინებინა. მე ხომ ამ პერიოდზე წიგნიც კი გამოვეცი. საერთოდ განზე რატომ გაგა? შრომის ფეხურში უნდა იყო ფეხურში. განხორციელების მესამე და მთავარი მიზეზი იმპერიას განკარგულებას მოყვა. ქართული მეტყოლებიდან 100 გოეს ამოხებას. წერილი მიწერეს სტალინს. ენად მეცნიერებათა ინსტიტუტმა პასუხი მიიღო. დარჩეს ისე, როგორც წერდა ილია ჭავჭავაძე და მიხეილ ჯავახიშვილი. მაგრამ ბერიამ დაიწყო. Ты почему ко мне не пришел? Пикдапи и крадмисце это шиацух. Говорите, атомами ირადა თქვენ საქმის სამართლია გადაწყვეტა საქმე. გულის სიღრმემდე შეურაცხავ ჩემი თავმოყარეობა. დაიმახსოვრე. მეგონა მამას რომ დაიჯერდნენ მთელი საქართველოს ზეგავლები. არ წარმოვიდგენდი რომ ესე გაძება. რომ ხალხი სასტიკე უზნეობად გადააქცია. შიში ამოძრავებს. არაფერს უნდა ხუბში თავს გაყო. დედა. რო ახლასა. რო. ხო. ჯავახიშვილის მოთხრობა დააპატიჟე აბუჩათაგდება ჩვენი ხალხის სოფლის კოლექტივიზაციის რა არის ეს? რა არის ეს? ის ნაცვლად რომ დასეირნოს აქ რუსთაველის პროსპექტზე ჯავახიშვილმა ვერ მოახერხა თუნდაც ერთი დღე რომ ჩასულიყო სოფელში სადაც ის საკუთარი თვალით ნახავდა არამხოლოდ თავის დაპატიჟებს არამედ ახალი საბჭოთა ცხოვრების შემოქმედით.
ფსიქოლოგიური სინამდვილის აშკარად გაყალბებოდა ცილის სწავლებულ ნაწარმოებებს. ჩვენი ლიტერატურა კი უნდა იყოს სახალხო და ასახავდეს მოწინავე ადამიანთა იდეებს. ლენინის, სტალინის პარტიის იდეებს. სხვადასხვას ჯავახიშვილი წერალთა შორის არ ერიდება ცილის მწამებლურ ლაღყოფას. რეაგირება საჭირო. სასწრაფოდ მოუწიათ წერალთა კავშირის ხრივობა. საბჭოთა პოლიტიკური ბრძოლების და სხვათა სხვა. თქვენ ალბათ იმან განგაცვიფრათ, რომ მე არავითარ კონტრრევოლუციურ მუშაობას არ მიწევდი. არა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ადამიანები იკრებოდნენ თქვენთან და იქ იყო კარტის თამაში. რა, არ შეიძლება ბანკოს თამაში. იქ მარტო კარტის თამაში არ იყო. იქ იკრიბებოდა მემარჯვენე ბანაკი და მწერლები, სადაც მიდიოდა ერთგვარი ჯაბასი ამა თუ იმ საკითხებზე. ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ უღარი კრიბებიან, მწერლები ერთადაა. დამატიში, ერთ-ერთი უცხინვალესი ნაწარმოებია. თითქმის 14 წელიწადია, რაც მე და თქვენ ერთმანეთს ვიცნობთ. და ერთმანეთს ვხვდებით საუბრობთ. მაშინ სადამე საუბრობთ, კარგად უნდა ვიცნობ. და ჩემი ხასიათით გეცოდინებათ, რომ მე ფიცხი კაცი. მეგურული ვარ და ფიცხიც ვარ. მაგრამ საჭიროა უფრო მეტი პასუხის მგებლობა. მე საკის წევრი და ორდენოსანი. აი ეს ჯილდო ნიშანია უდიდეს იმ დობისა და საპატიო მოვალეობისა, რომელიც ჩემი აზრით მაინც და მაინც არ შემიგროვებს, თუმცა არც სავსებით განმარტავს. საოცარია ჯავახიშვილმა თავის მეცნიერებაში ვერ აღიდგინა ვერც ერთი ფაქტი, რომელიც ცეკას მდივანს კრიტიკის საფუძველს მისცემდა. ხმები, რომელიც ჯავახიშვილის გარშემო არის, რა თქმა უნდა, პარტიას არ მოეწონება. პავლო იაშვილი მოვიდა.
დაგითხრეს ცეხვში. ისეთი არაფერი. მე აიმგიჩეთ. როდესაც ჩვენ გარშემორტყმული ვართ კაპიტალისტური გარემოსვით, აგენტებით, დაზვერვით და სხვა. წერა, რომელიც ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს და მწერალი, რომელსაც მან ორდენი მისცა. საბჭოთა მწერალი პირველად ყოვლისა უნდა იყოს საბჭოთა ხელისუფლების პარტიის ერთგული ადამიანი. მას უნდა უყურდეს საბჭოთა ხალხი, თავის საბჭოთა სამშობლო, მათ სამდეს მისი ძალა და ძლიერი. ჩვენ საქართველოს საბჭოთა მწერლების სიტყვას გააძლევთ ამხანაგო ლავრენტი პავლეცემ, რომ კიდევ გავაგრძელებთ საბჭოთა რევოლუციურ სიფხიზლეს. უფრო საბჭოთრობდებით სტალინის დიაბეტის სხეში. გავთარჩათ სიცოცხლეს. მოვახმართ ჩვენს სოციალისტური სამშობლოს შენება. შობის ქუჩა ნომერ 13-ში. წერალთა კავშირში. გაიმართება სასამართლო პროცესი. მსოფლიო სასამართლოების პრაქტიკაში ეს იქნება უნიკალური პროცესი. უნიკალური იმით, რომ მოსამართლე და მსაჯულები იქნებიან არა იურისტები, არამედ ხელოვანი. დარბაზის სავსე იქნება ბრალდებლებით, მაგრამ არსად არ იქნება დამცველი. რაც მთავარია, სხდომას ბრალდებლები ვერ დაესწრება. ოფიციალურად ამას დაერქმევა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა, მაგრამ არსებია. ეს იქნება სასამართლო პროცესი. სახელმწიფო მწერალთა ნაწილს დამსჯელად აქცევს. დღეს
დანარჩენს გამოუტანე მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილს. მამას ისეთი სახე გაქვს უბრალოდ კარგი ამბავ მომიტანე. ავლედი პავლოვიჩ, ჯავახიშვილმა განცხადება დაწერა. ეს ცოტა დაჯი პირველი დაასახელოს შეიარაღებული ფაშისტური ორგანიზაციები. მეორე აღიაროს აგენტობა და მესამე რაც ყველაზე მთავარია დაასახელოს კონკრეტული კვალი. ეს აი ეს უნდა აიძულოს რომ დაწეროს ჯავახიშვილმა. კასაკი ლეო შეც დაეხმარა სხვადასხვა პატიმრებმა განცხადებები კი არ უნდა წეროს. ჩვენებები უნდა მისცეს გამოდიება. ოქში გაფორმება არ დაგავიწყდეთ. ლოდინის დრო აღარ არის. შენ უკვე განხელე ძიების მასალები და პირები, რომლებთან ერთადაც ეწეოდი აქტიურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. უნდა დაასახელო. პირველი, შეიარაღებული ფაშისტური ორგანიზაციები. მეორე, უნდა აღიარო უცხოეთის დაზვერვის აგენტობა. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, უნდა დაასახელო კონკრეტული პირები.
Lavrenti Pavlovich! Lavrenti Pavlovich! იცით რატომ დავიჭირეთ ბატონი მიხეილი? ის 11 ქვეყნის აგენტი ჯაშუში და მოღალატე გამოდგა. სამი-ათას მანეთად გაყიდა სამშობლო. პოლონეთის აგენტი და მათგანი იყო ეს თანხა. ეთქვა ჩემთვის თუ ასე უჭირდა და მეუცი ამ თანხას. თვითონ აღიარა ყველაფერი. უწყუარი მტკიცებულებებით დაადასტურა. ვინ არის მომხრე, რომ მიხეილ საბაზზე ჯავახიშვილი მიჩნეულ იქნეს დამნაშავედ და როგორც სამშობლოს მტერი, დივერსანტი და მოღალატე ფიზიკურად განადგურდეს.
მადლობელი თავდადებისა და ჩემი დაცვისთვის. მაგრამ ამას უღარ გაიმეორე. თორემ თქვენს გატკეით და მეც ნაკლში ჩამიტყვიათ ახალგაზრდებს იბირებს. მაწულებ. ქართველები ვართ. ქართლთან ბევრი თბილი მოგონება დაკავშირე. იცი ბატონო. თუ გინდა მშვენიერი ქართული ისწავლო, წადი თამარაშენშიო, ქუთაშიო. იქ ყველაზე საუცხოოდ ლაპარაკობენ ქართულს. გრეხებთან საუბარიც კი ბევრს სიამოვნებას მანიჭებდა. სხვა რომ არა იყოს რა, ვანომაჩაბელი ჩვენთან. ქართია ბოდებული. აბა რა? ხერ მომწერდით. იქაურმა ქართულმა ხალხურმა ენამ განმაცვიფრა. მოგნილობა ხატულმა გამონათმავებმა. შემიყვარე და ლიახვის ხეობა მაწვდით. შემოვლილი აქვს მთელი ჩავის ხეობა როკა. არა მგონია ლიახვის ხეობის მთიანეთში ყოფნისთვის მე ჩამოჩი. თავიანთი პირველ ყოფილი სისადავით. უბერადო. ბატონო მიხეილ. ქუთაში რა დაწერეთ მოსხოლა იქა. დიახ. სხვადასხვის. თბილისში რომ დავბრუნდი. ერთდღეში დავწერე ჩამშვა. რომელმაც გაზეთ ცნობის ფულსმის რედაქციის კარიცხი შემალეთ. რომლის გიოცის 50 მანი. ეს მაშინ ძალიან დიდი იყო, ხაზუნდა. თუმცა ჩემთვის რომელსაც მანამდე ცალკეც კალოში დაწერა. მეორეზე ვიცი რომ დავარქმევი ჩემ. ბატონო მიხეილ, ეს მე შევსწრაფდი. ბატონო მიხეილ, ჯერ არ მithქვამს ჩემი საქმე. ღმერთო მიშველე ჯერ უგანცი. ჯერ უყვარდა საქმე. მიხეილ ბატონო, ისეთ კაცს, რომელსაც მეორე ოქროს ხანამოყრის. თავით ამას დაიჭერებს. ის სიმბოლისთვის რაღაცას შექმნის. შეამცადებს. შვიდობით ბრძანდა. ცნობრა დამტკიცებულად საბრალდებო დასკვნით წარდგენილ ბრალდებას სამშობლოს ღალატისა, დივერსიულ შეიარაღებული აჯანყების მომზადებისა, ჯაშუშობისა, მავნებლობისა, დივერსიულ ტერორისტულ აქტების მომზადებაში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58 პირველი, 58 მეორე, 58 მერვე, 58 მეცხრე, 58 მე-11 მუხლებით შეეფარდოს ბრალდებულ მიხეილ საბაზდე ჯავახიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვედა.
შენ ხარ მარადიული. განუყოფელი და ერთგული წევრი და მსახური შენი სამშობლო საქართველოს. შენი სამშობლოს მტერი, შენი პირადი მტერი, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი. ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მაუცებულს. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუხრელი შვილი. მიეცი მას ფერი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს. მაინც მუდამ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონია. ისე იცხოვრა ქვეყნად, ვითომ არც მოვალე ყოლია და არც მშველები. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონება შენი ჟინი, კერპი გული და უჩი სურვილები. გზის გაყრება და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიავე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან მოეჭველად დაუყვა. სანამ ფეხზე არ დამდგარ ხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჭირებ. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთეა. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას და ყულის ძრახვას მოაყვარ. თავმოყარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე. მაგრამ ნუ გაამახნე. მომოს და მომოს ყველაფერს ჯობია სამი რამ. პირველი შრომა, მეორე შრომა და მესამე ისევ შრომა. დავახიშვილი! მაგრამ რადგან ზვარადია საჭირო. მე მზადვარ ჩემს სამშობლოს თავი შევცი. თქვენ მე მომსწრებთ. მაგრამ იმას ვერასოდეს ვერ წაშ. რაც დავდო. საქართველოს მიწა წყალს. მე ისეთი მუხა